ამრიგად, ჩვენ შევისწავლით ლუკას სახარებას და ვუახლოვდებით იესოს მიერ იერუსალიმამდე განვლილი გრძელი გზის დასასრულს. ის უკვე იქაა, ჩოჩორზე ამხედრებული ზეთისხილის მთიდან ეშვება ქალაქისკენ. მას უამრავი ხალხი ხვდება. ისინი გალობენ, კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე. ისინი საკუთარ სამოსელს უფენენ მას, ხო მაგრამ რატომ ხვდებიან მას მეფესავით? ისრაელის ძველი წინასწარმეტყველები ამბობდნენ, რომ ერთ დღეს თავად ღმერთი მოვიდოდა, იხსნიდა თავის ერს და გამეფდებოდა მთელ ქვეყნიერებაზე. ასევე ამბობდნენ მომავალი მეფის შესახებ, რომელიც იერუსალიმში მოვიდოდა სამართლიანობისა და მშვიდობის დასამყარებლად. იესო სწორედ ამ იმედებს უღვიძებს ხალხს, იმედებს იმისა, რომ თავად არის ეს მეფე. ყველა აღტაცებულია, ყველა არა. რელიგიური წინამძღოლები ფიქრობენ, რომ იესო საფრთხეს უქმნის მათ ძალაუფლებას და ამიტომ სულაც არ უხარიათ. თუმცა კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ იესო შეწუხებულია, ქალაქში შესვლისას ის ტირის. რატომ? იესომ იცის, რაც უნდა მოხდეს. იცის, რომ არ მიიღებენ როგორც ისრაელის მეფეს. ისიც იცის, რომ ისრაელი ამ დამღუპველ გზაზე სვლას გააგრძელებს. კვლავ ზურგს აქცევს ღარიბებს. აჯანყდებიან რომაელ მჩაგვრელთა წინააღმდეგ. იცის, რომ ამ ყოველივეს მოჰყვება დაღუპვა. ამის გამოა დამწუხრებული და გაბრაზებულიც ამის გამოა. იერუსალიმში შესვლის შემდეგ თავდაპირველად ტაძარში მიდის და აძევებს ფულის გადამცველებს, ხელს უშლის მსხვერპლ შეწირვის არსებულ სისტემას. ხო, ასე გამოხატავს თავის წინასწარმეტყველურ პროტესტს. დგას ტაძრის ეზოს შუაგულში და ხმამაღლა წარმოთქვამს ისრაელის ძველ წინასწარმეტყველთა სიტყვებს. დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლი უნდა იყოს, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი. ავაზაკთა ბუნაგად? ხო, ის წარმოთქვამს იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებს, რომელიც ამავე ადგილას იდგა, ისრაელის რელიგიური და პოლიტიკური ძალაუფლების აღნიშნულ ცენტრში. ისიც ისრაელის წინამძღოლებს აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ისინი მეამბოხენი და უზნეონი იყვნენ. ახლა მათთვის ყველაფერი ცხადია და ამიტომაც იწყებენ ფიქრს იესოს მოკვლის შესახებ, რაც იესოსთვის სულაც არ არის გასაკვირი. მან ხომ უკვე წინასწარ დაგეგმა, რომ ეს ყველაფერი პასექის დროს მოხდებოდა. ეს წმინდა კვირაა, როდესაც ებრაელი ერი აღნიშნავს ძველ ისტორიას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაათავისუფლა ისინი ღმერთმა ეგვიპტის მონობისაგან და შესთავაზა აღთქმის ურთიერთობის დაწყება. იესოც პასექის სიმბოლოებს იყენებს, რათა თავისი მომავალი სიკვდილის მნიშვნელობა გახადოს ნათელი. დამტრეული პური მისი დამტრეული სხეულის სიმბოლო იყო. ღვინო კი მისი სისხლის, რომელიც ახალი აღთქმის ურთიერთობას დაამყარებდა ღმერთსა და ისრაელს შორის. იესო თავისი ხალხისთვის უნდა მომკვდარიყო და მომავლისკენ მიმავალი ახალი გზა გაეხსნა. პასექის სუფრის შემდეგ იესოს მოწაფეები ბაღში მიჰყავს სალოცავად. ის ებრძვის ადამიანურ სურვილს იმისა, რომ საკუთარი სიცოცხლე იხსნას ნაცვლად მისი მსხვერპლად გაღებისა. თუმცა ის ძლევს ამ ცდუნებას. სწორედ ამ დროს მოდიან რელიგიური წინამძღოლები და ტაძრის მცველები და აპატიმრებენ მას. იერუსალიმს მაშინ რომის იმპერია განაგებდა. ამიტომაც ტაძრის წინამძღოლებს იესოს სიკვდილით დასჯა არ შეეძლოთ რომის მმართველის, პილატე პონტოელის ნებართვის გარეშე. ისინი იგონებენ ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს იესო მეამბოხე მეფეა, რომელიც გადატრიალებას აწყობს რომის იმპერატორის წინააღმდეგ. პილატე ეკითხება იესოს: შენ ხარ იუდეველთა მეფე? იესო მიუგებს: შენ ამბობ ასე. პილატე ხედავს, რომ იესო უდანაშაულოა და არ იმსახურებს სიკვდილს, თუმცა წინამძღოლები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ის საშიშია, ამიტომ ისინი თანხმდებიან. იესოს ნაცვლად პილატე გაათავისუფლებს რომის წინააღმდეგ ერთ ნამდვილ ამბოხებულს, ბარაბას. უდანაშაულო კი დამნაშავის ადგილს დაიკავებს. იესო სხვა ორ ბოროტმოქმედთან ერთად მიჰყავთ და ლურსმნებით აჭედებენ ჯვარზე, რომელსაც რომაელები ადამიანის სიკვდილით დასჯისთვის იყენებდნენ. ხალხი დასცინის მას: თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი და გვიხსენი ჩვენც. თუმცა იესოს ბოლომდე უყვარდა თავისი მტრები და გვერდით ჯვარცმულ ერთ-ერთ ავაზაკს იმედი შესთავაზა. თავის დამსჯელთათვისაც კი ილოცა: მამაო, მიუტევე მათ, რამე თუ არ იციან რას აკეთებენ. შემდეგ ზეცა დაბნელდა და უდანაშაულო კაცი მოკვდა მეამბოხის სიკვდილით. იესომ ხმამაღლა შესძახა ერთ-ერთ ძველ ებრაულ ფსალმუნში დაწერილი სიტყვები: მამაო, შენს ხელთ ვაბარებ ჩემს სულს. და იესო მოკვდა, უდანაშაულო და მარტოსული.